ილოცე რათა არ შეხვიდე ორგულებისა და თავდაჯერებულობის განსაცდელში, რომელთა გამოც სულს დიდი შებრძოლება ექნება. ეს იყო ესე იგი ის განსაცდელები, რაც სულიერი განსაცდელია. ანუ არ შევცოდო იმ გულის სიტყვით და შესაბამისად მე არ განმახორციელო ის, რომელ გულის სიტყვასაც ეშმაკი მთავაზობს. არ ვიყო თავდაჯერებული, ამაყი, ამპარტავანი და ასე შემდეგ. ხოლო ხორციელი განსაცდელები მთელი არსებით მიიღე და მათში ასეთ სიტყვას ამბობს თავისუფლად იცურავე, ანუ ილივლივე შეიძლება ასე ვთქვა. ანუ ნუ გეშინია ხორციელი განსაცდელების. რადგან ღვთის განგებულება მათ მიერ მოქმედებს, ნახეთ ღვთის განგებულება მოქმედებს განსაცდელების მიერ. და მათ გარეშე ღვთის წინაშე კადნიერებას ვერ მოიპოვებ. რა არის ნიშნავს კადნიერება? როცა შენ ლოცვას ძალა ეძლევა. შენ ხო წარმოდგენა გვაქვს, ვის წინაშე ვდგავართ, როცა ვლოცულობ და როცა ვეზიარებთ, რომ ზიარება ლოცვის უმაღლესი ფორმაა, ღირსების განცდა გვაქვს, ხო? შენდობასაც კი ვთხოვთ მამაო ჩვენოს წინ, წირვის დროს, როცა ღმერთს მამა უნდა უწოდო. მაგრამ აი კადნიერება რომ მოიპოვო და არ შედრკე ლოცვის დროს და მოდი ასე ვთქვათ, ღირსი გახდე იმ სიტყვების წარმოთქმის, რომელ სიტყვებსაც წარმოთქვა ლოცვის დროს. აი მის ღირსი რომ გახდე, განსაცდელებში ღირსეულად უნდა იყო. არა დრტვინვით, არა წუწუნით, არა სულმოკლეობით, არა შიშით, არამედ ღირსეულად, ქრისტეს სიყვარულისათვის, ქრისტეს დიდებისათვის.